დღეს განვიხილოთ ნუკლეოფილური არომატული ჩანაცვლების მეორე რეაქციას. ამისთვის კი გვჭირდება ჰალოგენ ბენზოლი და ძლიერი ფუძე გახსნილი რამე გამხსნელში. ამ შემთხვევაში გვაქვს ნატრიუმის ამიდი გახსნილი თხევად ამიაკში. შედეგად კი ბრომს ვანაცვლებთ ამინო ჯგუფით. ამ რეაქციის მექანიზმი კი შემდეგნაირია. პირველ რიგში მოდის ჩვენი ფუძე, რომელიც ამ შემთხვევაში არის ამიდის ანიონი და იგი იტაცებს წყალბადს. წყალბადის ბმის ელექტრონები კი რჩება ნახშირბადს. შედეგად კი ვიღებთ ასეთ სტრუქტურას, სადაც ნახშირბადს აქვს თავისუფალი ელექტრონების ხვირლი და უარყოფითი ფორმალური მუხტი. ამ დროს ტოვებს ჩვენი ბრომის მოლეკულა, უბრალოდ ატომი და თავისუფალი ელექტრონების წყვილი კი გადადის ორმაგ ბმაზე, რათა შეგვექმნას სამმაგი ბმა. შედეგად კი ვიღებთ R-ins. ინი მოდის იმ ფაქტიდან, რომ გვაქვს სამმაგი ბმა, ანუ ალკინი. ეს საკმაოდ საინტერესო გარდამავალი სტრუქტურა, იგი საკმაოდ მარტივად შედის რეაქციაში, საკმაოდ რეაქტიულია. შესაბამისად, როდესაც მოდის ჩვენი ნატრიუმის ამიდი, იგი პირდაპირ შედის რეაქციაში, რომელიმე ნახშირბადთან არ აქვს ნიშნულობა, ამასთან იქნება თუ ამასთან და იგი გადასცემს თავის ელექტრონებს და ბმას წარმოქმნის ჩვენს ნახშირბადთან. რაც შეეხება ალკინის ერთ-ერთ პიბმას, იგი გადადის მეორე ნახშირბადზე. შედეგად კი ვიღებთ ასეთ სტრუქტურას, სადაც ერთი ნახშირბადია ჩანაცვლებული ამინო ჯგუფით, მეორეს კი თავისუფალი ელექტრონების წყვილი აქვს და უარყოფითი ფორმალური მუხტი. ამ ფორმალური მუხტის დაკარგვა მარტივად შეუძლია, რადგან ხსნარში გვაქვს ამიაკი, რომელიც არის წყალბადების წყარო, შესაბამისად ხდება მისი პროტონაცია და ვიღებთ ჩვენს საბოლოო პროდუქტს, რომელიც არის ანილინი. მოდი ახლა გადავიდეთ მაგალითებზე. დავუშვათ, გვაქვს ასეთი ჩანაცვლებული ბენზოლი, ერთი მხრიდან ჩანაცვლებული გვაქვს ქლორი, მეორე მხრიდან კი ჩანაცვლებული გვაქვს მეთილის ჯგუფით და ვიყენებთ ისევ ნატრიუმის ამიდს და თხევად ამიაკს. პირველ რიგში უნდა ჩამოვაცილოთ ისეთი წყალბადი, რომელიც მიმდებარეა ქლორის, ანუ შეგვიძლია ჩამოვაცილოთ ან ეს წყალბადი, ან ეს წყალბადი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ გვაქვს სიმეტრია. მოდი ჩამოვაცილოთ მარჯვენა წყალბადი, იმიტომ რომ შემდგომ რეაქციაში დახატვა გაგვიმარტივდება. მოდის ნატრიუმის ამიდი და სტაცებს წყალბადს. შედეგად კი ნახშირბადს რჩება ელექტრონების წყვილი. შემდგომ ეტაპში უნდა წარმოქმნათ არინი, ანუ უნდა გადავიდეს თავისუფალი ელექტრონების წყვილი ორმაგ ბმაზე და ქლორმა უნდა დატოვოს მოლეკულა. შედეგად კი ვიღებთ არინს, რომელიც ჩანაცვლებული არის მეთილის ჯგუფით. არინს შემდგომ უნდა დავუმატოთ ჩვენი ნუკლეოფილი, ანუ ამიდის ანიონი, მაგრამ ამიდის ანიონი შეგვიძლია ორ სხვადასხვა ადგილას დავუმაგროთ, შეიძლება იყოს ან აქ, ან აქ. ამიტომ ვიღებთ ორ შესაძლო პროდუქტს. ერთ შემთხვევაში იქნება პარაპოზიციაში ჩვენი ამინო ჯგუფი. ეს ელექტრონები რა თქმა უნდა გადმოვლენ აქ და აქ გვექნება თავისუფალი ელექტრონების წყვილი, რომელსაც შემდგომ პროტონაციით გავაქრობთ და მივიღებთ ჩვენს საბოლოო პროდუქტს, სადაც გვაქვს პარაპოზიციაში ამინო ჯგუფი და მეთილის ჯგუფი. რაც შეეხება მეორე პროდუქტს, იგი თუ მეტაპოზიციაში დაუკავშირდა, გვექნება ასეთი ნაერთი, ამ ნახშირბადს ექნება უარყოფითი ფორმალური მუხტი და შემდგომ პროტონაციით მივიღებთ მეტაპოზიციაში ამინო ჯგუფს და მეთილის ჯგუფს. მოდი კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. ზოგადად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნატრიუმის ჰიდროქსიდი, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი ქლორი. უბრალოდ ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ბევრი სითბოს გამოყენება. ეს რეაქცია მიმდინარეობს, რადგან OH ჯგუფი ვიცით რომ არის ძლიერი ფუძე. ახლა გვაქვს ასეთი ნაერთი, მეტაპოზიციაში არის ქლორი მეთილის ჯგუფთან. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ჩამოვაცილოთ წყალბადი, რომელიც არის ქლორის მეზობლად
და ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ისეთი წყალბადი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვაქვს. ან ჩამოვაცილებთ ამ წყალბადს, ან ამ წყალბადს. ანუ ორივე ვარიანტი უნდა განვიხილოთ. მოდი, ჯერ დავხატავ ისეთ ვარიანტს, სადაც მარჯვენა წყალბადი ჩამოვაცილეთ. აქ გვექნება თავისუფალი ელექტრონების წყვილი, აქ გვექნება მეთილის ჯგუფი, აქ კი ქლორი. შემდგომ დატოვებს ქლორი, ესენი კი გადავლენ ორმაგმაზე, რათა წარმოგვექმნას არინი და გამოდის ასეთი არინის მოლეკულა. აქ გვექნება სამაგიბმა და შესაბამისად აქედან ორი ვარიანტია თუ სად დაუკავშირდება ჩვენი ამინო ჯგუფი, უბრალოდ ამ შემთხვევაში OH ჯგუფი, რადგან ნატრიუმ OH გვაქვს, შეიძლება დაუკავშირდეს ან ამ ნახშირბადს, ან ამ ნახშირბადს. მოდი ორივე ვარიანტს დავხატავ, პირდაპირ დავხატავ პროდუქტებს, აღარ განვიხილავ, რომ ჯერ უნდა დავუმატოთ შემდგომ წყალბადი და შემდგომ ვიღებთ საბოლოო პროდუქტს, ამიტომ უბრალოდ დავხატავ ერთ ვარიანტს, სადაც OH იქნება აქ, ანუ მეტა პოზიციაში და მეორე ვარიანტს, სადაც ორთო პოზიციაში იქნება ჩვენი OH ჯგუფი. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, თავიდან შეგვიძლია ეს წყალბადი ჩამოგვეცილებინა და მივიღებდით შემდეგნაირ-ნაირს. ამ შემთხვევაში ბენზოლის ბირთვს ოდნავ სხვანაირად დავხატავ, რომ შემდგომ არინი მარტივად წარმოგვექმნას. უბრალოდ დახატვა არ გამირთულდეს, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიქმნება არინი. ამ შემთხვევაში აქ დავხატავ ორმაგმებს, იმიტომ რომ შემდგომ აქ წარმოქმნილი თავისუფალი ელექტრონების წყვილი უნდა გადავიდეს აი ამ ორმაგმაზე, ქლორი კი რა თქმა უნდა დატოვებს მოლეკულას, აქ კი მეთილის ჯგუფი გვაქვს. შედეგად კი ვიღებთ შემდეგნაირ არინს, აქ გვექნება სამაგიბმა, აქ გვექნება ორმაგიბმები. აქ კი რა თქმა უნდა მეთილის ჯგუფი. აქ კი შეიძლება დავუკავშიროთ OH ჯგუფი ან აქ, ან აქ. დავუშვათ მარცხნივ დავუკავშირდა, მაშინ მივიღებთ პარაპოზიციაში მეთილის ჯგუფს და OH ჯგუფს. აქ გვექნება მეთილის ჯგუფი, აქ კი OH ჯგუფი. და მეორე შემთხვევაში იქნება მეტაპოზიციაში OH ჯგუფი და მეთილის ჯგუფი. აქ გვექნება OH, აქ კი გვექნება მეთილის ჯგუფი. როგორც ხედავთ, მივიღეთ 4 სხვადასხვა პროდუქტი, მაგრამ სინამდვილეში 3 სხვადასხვა პროდუქტია, რადგან ეს ორინაერთი არის უბრალოდ ერთმანეთის რეზონანსის სტრუქტურა, რადგან ორივე შემთხვევაში მეტაპოზიციაში გვაქვს მეთილის ჯგუფი და OH ჯგუფი. გამოდის, რომ მივიღეთ 1, 2, 3 პროდუქტი ამ რეაქციის შედეგად.